ჩამოყალიბდით ძალიან პროვოკაციული სახელი. ჩამოყალიბდით ის მუამ ისე რომ დაუბრუნდა ეგ არის რა, რომ ამ ადამიანებს დავეხმარო თავის სტრატეგიები ამოიღონ ისე როგორც სტრატეგია უნდა ამოიღო. არ მჯერა იმის რომ ადამიანი შეიძლება გამოვიდეს უნივერსიტეტიდან და გადაიქცეს ფრილანსერად. ჩვენი პროფესია ეგ არის. ადამიანების გონებაზე ამოშანთვა ჩვენი ვინაობისა რა. ცოტა ჩაკეტილი წრე არის რა. ბავშვისთვის მათემატიკა აგიხსნია ოდესმე? ყველაზე რთული საქმეა ამ სამყაროში საერთოდ რა. ანუ რა მათემატიკის სწავლება ბავშვისთვის არის ჯოჯოხეთი, იმიტომ რომ ვერ ხვდები ადამიანი რას ნიშნავს რო არის 2+2, როგორ ვერ ხვდება ახლა 2+2 რამდენია რა. დიდ ბრძოლებსო არმიებიო იგებენო ბრძოლის დაწყებამდე ჩაკეტილი წრის გარღვევის პასუხისმგებლობა აქვს იმას, ვისაც მეტიცოდნა და ძალა აქვს. გამარჯობა მეგობრებო, დაგიბრუნდით ახალი გადაცემით. დღეს ჩვენთან სტუმრად არის შოთა ჩინჩალაძე, რომელიც არის ბრენდ სტრატეგი და პირველი ქართული წიგნის ბრენდინგზე, ასეთ შემქმნელი, რომელიც გამოდის სექტემბერში და ქვია ჩამოყალიბდით. ძალიან პროვოკაციული სახელი. ამ წიგნში ჩამოყალიბდით. განიხილავ რაიმე, ანუ დამკვეთებთან თანამშრომლობას, ურთიერთობის რაღაც кейსებს თუ არა. მთლიანად არის brand-ის სტრატეგიაზე. კი. ანუ თუ რამე ურთიერთობის кейსი არის იქ განხილული იმისთვის, რომ გამოვიყენო მაგალითად რომელიმე ბრენდის სტრატეგიის რომელიმე განაცხადის ახსნისას. ჩამოყალიბდით არის, არ ვიცი, ვიღაცა შეიძლება პროვოკაციულად მოეჩვენოს, ჩანაფიქრი ეგ იყო თქო, რაღაც მოგატყუებ, უბრალოდ სახელი მოდის იქიდან, რომ 2017 წელი იყო თუ არ ვცდები, თუ არ მეშლება, არ მახსოვს, ზუსტად, მაგრამ რაღაც დაეხმარებით ეგ პერიოდი Spotlight-ზე მქონდა სპიჩი მაგ იმით, რა ქვია, მაგ სახელით და მაგას ვიყავი Spotlight-ზე. ხო, რაც მინი ლექცია ტრენინგივით იყო YouTube-ზე ცდევს და რაღაც ეგ იყო და მე რაც ციგნი რომ დავწერე იგივე საკითხზე რა უნდა ერქვას და მოდი იგივე. სინამდვილეში ჩამოყალიბება არის რაღაცა რაც ყველას გვჭირდება და ეგ არის სიტყვა რომელსაც ყოველდღიურად ვიყურებ, რომ აი ვერ ჩამოყალიბდი რა გავაკეთო რა, ჩვეულებრივი ამბავია რა, რომ ანუ ვერ მოვუყარე თავში აზრებს ერთად თავი. ამიტომ ჩამოყალიბება არის მიმართვა დამწყებები მეწარმეებისა და საკუთარი ბიზნესის მქონე საკუთარი ბიზნესის მქონის სურვილის მქონე ადამიანებისთვის, სადმი, რომ ბიზნესი დიდი ბრენდების შენება თუ უნდათ, თავიდანვე თავი მოუყარონ აზრებს, იფიქრონ, გაიაზრონ, დაალაგონ და ისე დაიწყონ, იმიტომ რომ აი წიგნის შესავალს წერია და ფაბულაში წერია, რომ Art of War არის ხო ეგეთი ძალიან დიდი ჩინელი გენერლის სუნძის წიგნი და იქ ამბობს რომ დიდი ბრძოლებსო არმიებიო იგებენო ბრძოლის დაწყებამდე და არა მას შემდეგ რაც ბრძოლაში ჩაერთვებიანო რა. ხო და ეგრე მჯერა რომ ბრენდინგშიც ეგრე არის. დიდი იდეების უმეტესობა დიდ ბრენდებად იმიტომ ვერ იქცევა რომ სპონტანურ გადაწყვეტილებებს მივანდობთ ხოლმე ამ იდეებს. რაც შეიძლება რომ გზა იყოს, მაგრამ იმ წიგნშიც როგორც აღნიშნავ, მე არ მიმაჩნია სწორ გზად და ამიტომ ეგ არის წიგნი, რომელიც ადამიანებს ჩემი აზრით დაეხმარება ამ აზრების თავმოყრაში და ჩამოყალიბებაში კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით. ეს არის DIY სახელმძღვანელო გზამკვლევი ბრენდის სტრატეგიის გასაკეთებლად. ოღონდ ვინაიდან მე მჯერა რომ შეუძლებელია ბრენდის სტრატეგიის ფრეიმვორკი ჩარჩო მოგცე და შენი დააწყო ის სტრატეგია, ან მე პირადადაც კი სხვა ფრეიმვორკებს რო განვიხილავ ძალიან თავიდან ძალიან რთული იყო ხოლმე ამ ფრეიმვორკებში გარკვევა რა თითოეული რაღაც განაცხადი რას ნიშნავს ხალხთან კაცმა არ იცის და ვინაიდან მე მჯერა რომ იმისთვის რაღაც ერთი განაცხადი სამ სიტყვიანი დაწერო ჯერ კარგად დაწერო და სწორად დაწერო, ჯერ შინაარსი უნდა გესმოდეს მისი. ჩამოყალიბდითაც ეგრე ორი ნაწილისგან შედგება რა, თითოეული თავი. ერთი არის განაცხადის შინაარსის ახსნა, რისთვის გვჭირდება რა დანიშნულება აქვს, როგორი უნდა იყოს და მეორე არის რაღაც სინი სავარჯიშოები ამ განაცხადის გასაკეთებად. ანუ მე რო ჩემი ბრენდის სტრატეგიის გაკეთება ჩემით მინდა, ამ წიგნს ავიღებ, წავიკითხავ და გავაკეთებ. მოგვიყავი როგორ აღმოჩნდი ამ სფეროში? შენს გამოცდილებაზე პირველ რიგში, ვინ ხარ, საიდან დაიწყე, იმიტომ რომ მახსოვს ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდი, რომ საწყობიდან დაიწყე შენი პირველი ნაბიჯები. ეგეთი სტივ ჯობსური ისტორიაც არ არის ხა ეგ. არა, უბრალოდ რაღაცა ფული მჭირდებოდა საწყობში მუშაობდი. ეგ არისო მარკეტინგთან კავშირში თუ იმას არ ჩავთვლით რომ ოღონდ არა საწყობში, მაგრამ მაგ რესტორნებში მუშაობის ისტორია საწყობით დაიწყო, მაგრამ მე ეხლა რო ბარისტა ქვია, მაშინ ბარმენი ერქვა, მაგათ მუშაობდი რა და თან იყო რომ რაც სალარო ბარში იყო და ბარმენს ებარა ესე რომ ვთქვათ რა.
ხო და თუ არ ჩავთვლი იმას რომ მანამდე ბევრჯერ მაქვს მოყოლილი რაღაც იურისტობა მინდოდა და რესტორანში მუშაობისას ბევრ ფულთან შეხების მერე აღმოაჩინე რომ ბიზნესში მინდოდა წასვლა, იმიტომ რომ ვაა მეთქი რა კაია ბევრი ფული აქვს. ხო და მაგიტომ გადავწყვიტე, მართლა მაგიტომ გადავწყვიტე იმაში რა ქვია ბიზნესზე ჩაბარება. ეგ კავშირი ყავ მაშინ. თოთ შეიძლება 13-ის, შეიძლება 14-ის, 15-ის, 16-ის. ეგ მაგ პერიოდში ვამბობ რა. ხო, კი, მაგარი მუშავიჯი ვიყო. მაქედან დავიწყე საერთოდ ბიზნესზე ფიქრი და მე ჩავაბარე კავკასიის ბიზნეს სკოლაში. მესამე კურსის შუიდან, ანუ უნდა აგერჩია რა მიმართულებით, ბიზნესის რა მიმართულება გაინტერესებდა და ვინაიდან რაღაც რეკლამა, კომუნიკაცია მიზიდავდა, რაღაც ლოგიკების საწყობა და შეგამე მარკეტინგი ავირჩიე, თავიდან კი სხვა რაღაც მეგონა მარკეტინგი, მაგრამ რაც აღმოჩნდა მე ის უფრო მომეწონა რა, ანუ თავიდან რაღაც მხოლოდ რეკლამა მეგონა და ეგ დღემდე არის ჩვენი პრობლემა რა. კი, ეგ უნდა მეთქვა. ხო, იმიტომ რომ მარტივი რაღაცაა რა, მარკეტინგი, ყველა ვინც მარკეტინგს სწავლობს, იცის რომ შედგება ესე წიგნის დონეზე და რაღაც ინფორმაციის დონეზე იცის რომ შედგება რაღაცა 4-დან დაიწყო და ეხლა 7 პიდან რა და ამ 7 პიში, მე 7-ს უფრო ვემხრობი მეც, ამ პრინციპში თანამედროვე სამყარო. მარკეტინგი შედგება 7 პისგან. ამ 7 პიში კომუნიკაცია არის მხოლოდ 1 პი. და დანარჩენი 6 პი არის სულ სხვა რაღაც, ამ კომუნიკაციის საშენი მასალა, ასე რომ ვთქვათ. ხო და სამწუხაროდ ეგ პრობლემა გვაქვს. მაგიტომ მეც რაღაც მაგის მსხვერპლი ვიყავი, მაგრამ მე აღმოჩნდა რომ უფრო საინტერესო რაღაცები იყო იმალებოდა. მე აი პირველი ნაბიჯები იყო Medical Georgia. Medical Georgia-ს ჩემი საყვარელი ადგილის ამ სამყაროში მარკეტინგის სტაჟიორად მივედი, მე რაღაც სპეციალისტი ვიყავი და მანდან დავიწყე მარკეტინგში მუშაობა. მე იყო შელი და შელში ზუსტად ეგრე იყო. ნუ ხა იქთან უცხოური გამოცდილება იყო და შესაბამისად აი რა ვიცი გაყიდვებიდან დაწყებული, მართლაფასით დამთავრებული, ყველაფერზე რაღაც ზეგავლენა ჰქონდა. თქონდა ხა პროდუქტში ნაკლებად ვერ ეოდით, მაგრამ ასევე რაღაც საკითხებზე მანდაც ვშელოდით. მე იყო შელი და შელიდან იყო უკვე live branding-ი. უკვე branding-თან მიახლოება და branding-თან მისვლა. ჯიპაში ჩავაბარე დიზაინზე და იქ გავიცანე ალექსი ჩიქოვანი, ალექსა და მე მასთან გადავედი კომპანიაში. და მაქედან დავიწყე და მოვხდი branding-ში. პრინციპში ხო მე ჩათოს freelancer-ს არ ვეძახი. რაც ეგ სიტყვა რატოღაც არ მოწონს, მაგრამ ისე ხო აი დამოუკიდებლად პანდემიის მერე დავიწყე მუშაობა და დღემდე ეგრე ვარ რა, დამოუკიდებელი სტრატეგი, დამოუკიდებელი კონსულტანტი. რამდენ კომპანიაში გიმუშავია სტრატეგიაზე დაახლოებით? კომპანიასთან? კომპანიასთან. აუ რა ვიცი, აი უშუალოდ სტრატეგიაზე ალბათ 1.50 სამწრეც. ალბათ 100 მეტზე ისე რა, იმიტომ რომ რაც კომუნიკაციაც შედის, დიზაინ სტრატეგიაც შედის და ასე შემდეგ და 100 მეტთან. აუ, ძალიან მაგარია. და უმრავლესობა ქართველები იყვნენ? უმრავლესობა მაინც ქართველები არიან, კი. ხო. აი ძალიან ბევრი მეკითხება ხოლმე ფრილანსერი რა, როგორ ვიპოვოთ სამსახური, ანუ საქართველოს ბაზარზე რა. ნუ ერთი ის რომ პროფესიონალი როცა ხარ, ძიებაც კი არ გჭირდება, ძირითადად თვითონ გიკავშირდებიან ხოლმე დამკვეთები, მაგრამ მეორეს მხრივ შენ თუ ქონდა რაიმე სტრატეგია, ანუ მაგ მიმართულებით, თუ შენ შემთხვევაშიც ესე მოხდა რომ ანუ ხმა გავრცელდა. რაღაც გზა არის რა, მოკლედ რა. მე მაინც საბოლოო ჯამში რო ვუყურებ ცოტა პრაგმატულად რომ შევხედოთ, არ მჯერა იმის რომ ადამიანი შეიძლება გამოვიდეს უნივერსიტეტიდან და გადაიქცეს აი ფრილანსერთან დამოკიდებულებად. ანუ მაგას მე რაც პერსონალური ბრენდის შენება ბევრი რამე დაარქვეს, მე ცოტა მაგაზე რაღაცებზე ვიკამათებდი, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, მოდი გასაგები ტერმინებით ვთქვათ ეგ, რომ ან შენ ვინ ხარ იმის კომუნიკაცია ადამიანებთან უნდა მოხდეს. შენ ვინ ხარ მაგის კომუნიკაციის გზა არსებობს მრავალნაირი, რა თქმა უნდა და ყველა ადამიანს და ყველა ფრილანსერს, ყველა დამოუკიდებლად სხვა გზა აქვს, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ იმისთვის რომ რაღაც სფეროში დამოუკიდებელ ადამიანად გიცნონ და რაღაც და შესაბამისად საქმე მოგანდონ და ასე შემდეგ რაღაც გზა უნდა გქონდეს გავლილი რითიც ამ სფეროში და ამ ხალხში და ამ ადამიანებში მოხდება. აი წეღან საუბრობდით რა, ეგ არ არის მხოლოდ რაღაცა ლუდის ბაკალთან, მასთან რა ქვია, ლუდის კათხასთან ნეტვორკინგი რა. მგონია რომ საქმიანი ნეტვორკინგის ნაწილიც არის. ან შეიძლება ის იყოს კომპანიიდან დაიწყო, ამ კომპანიიდან გაიცნო ადამიანები. შეიძლება ან პორტფელის შექმნა არის რა და მე ცოტა არ მჯერა იმის რომ შემიძლია რომ აი ავდგე და ეგრევე პორტფელი და მე არ მჯერა ოღონდ ეგ არ ნიშნავს რომ მე არ წარმომიდგენია ეგ გზა ეგრე რომ აი ავდგე და რაღაც უნივერსიტეტიდან გამოვედი და ეგრევე დამოუკიდებელი ვხდები რა. კარგია, ეხლა თან
რაღაც სფეროებში არის, მე უფრო ჩემ სფეროზე გულისხმობ რა თქმა უნდა. რაღაც success case-ები გჭირდება, ამისთვის გჭირდება ვიღაც რო გენდოს და იმისთვის რო ვიღაც გენდოს გჭირდება ასევე რაღაცა და ჩაკეტილი წრე არის რა და ამიტომ პრობლემაც არის შოთა, ანუ უნივერსიტეტები ვერ გაძლევენ ისეთ განათლებას ვთქვათ, რომ რაღაცა პროფესიონალურად იმუშაო და აუცილებლად გჭირდება პრაქტიკა, სამსახური და აუცილებლად გჭირდება სტრატეგიის შერჩევა. დღეს მაგალითად ჩემი ჯგუფის მაგალითზე ვიტყვი, ბევრი ვინ სამსახურს ეძებს ხოლმე, სტუდენტი განსაკუთრებით, არის მოლოდინებით ახსვილი, რომ პირდაპირ ძალიან მაგარ კომპანიაში ძალიან კარგ ხელფასზე, ძალიან კარგი პირობებით დაიწყებენ ხოლმე მუშაობას და რეალურად რეპუტაციის გამომუშავებას, უნარების გამომუშავებას, რაღაც კორპორატიული ეთიკის, კულტურის ჩამოყალიბებას აუცილებლად სჭირდება დრო და პროფესიონალებთან მუშაობა. პროფესიონალებთან რო იმუშავა, ამისთვის კორპორაციაში გჭირდება დასაქმება. ხო, ან კორპორაციაში მე მაგაში გეთახვები 100%-ით. იმიტომ რომ მგონია რომ ეგ აი ნებისმიერი კონსულტანტისთვის და დამოკიდებელი ადამიანისთვის უმნიშვნელოვანესია რომ კომპანიის მხარეს ნამუშევარი კონდეს და ესმოდეს იმათ ადგილას თავის წარმოდგენა შეეძლოს და სხვანაირად ვერ შეძლებ იმათ ადგილას თავის წარმოდგენას, იმიტომ რომ იქ სულ სხვა სამყაროა როგორც წესი და თუნდაც ის რაც ჩვენ ფრილანსერებს, კონსულტანტებს დამოუკიდებელ კონსულტანტებს გვაბრაზებს ხოლმე ძალიან ხშირად არის მათ შორის გადაწყვეტილების მიღების პროცესში და რაღაც ვერ დამტკიც და ლოგო თუ ვერ დამტკიც და რაღაც სტრატეგია და რაღაც არ ეშინდა დამკვეთს რაღაცა გაბედული ნაბიჯის თუ ასე შემდეგ. ეგ რატომ ხდება ხოლმე ეგ რო გაიგო და ისე ძალიანაც არ გაბრაზდე ან გზები შეიმუშავო იმისთვის რომ გადალახო ეგ ბარიერები რო გადალახო რომ გაიტანო და იმათ ადგილას თავი უნდა წარმოიდგინო, იმათ ადგილას თავი რო წარმოიდგინო, იქ რაღაცა შეხედული უნდა იყო, რაღაც შეჭყიტული უნდა გქონდეს. მაგიტო ეგ აუცილებლად გონია, მაგრამ მეორე ხარი არის რომ შეიძლება კორპორაციაში ნამუშევარი გქონდეს, მაგრამ მეორე რომ პროფესიონალთან ნამუშევარი რაც თქვი რა, ანუ მოგეთ მასწავლებელს აქვს დიდი მნიშვნელობა და დიდი როლი რა, მასწავლებელ ადამიანსაც და მასწავლებელ გარემოებებსაც. და მგონია რომ აი ეგ არის რა, რაღაც ცხოვრებისეული თუ რაც პროფესიული ცხოვრებისეული უნივერსიტეტი რო დასრულდება, მე შეგიძლია რომ იყო სულფასოვანი ის. აი, როცა დამოუკიდებლად ვიღაცა რაღაც გაკეთებას განდობს, ნიშნავს რომ განდობს საკუთარ ფულს, ძალიან ხშირად საკუთარ რეპუტაციას, საკუთარი ბიზნესის წარმატებას და ასე შემდეგ. და ფრილანსერებს მათ შორის ამ სფეროს წარმატებისთვის გვმართებს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. რომ საქმე არ გავაფუჭოთ მარტო იმიტომ რომ ჩვენ ახლა სულ სწავლობ ახლა მეც რა თქმა უნდა და წინა პროექტი ყოველთვის ახალი პროექტი ყოველთვის უკეთესია ვიდრე წინა იყო რა და ეგ ბუნებრივი ამბავი არის, მაგრამ უკან მოხედვისას ჩვენი პასუხისმგებლობაა რომ ჩვენ არ გქონდეს რომ იმ წუთას დავაკელით, იმ წუთას რაღაც ისე გავაკეთეთ, იმიტომ რომ უბრალოდ არ ვიცოდით და ნუ რა მოხდა რა. იმიტომ რომ ჩვენ სფეროს თუ რამე ემუქრება საბოლოო ჯამში ეგ არის, ეგ რეპუტაციული ზიანი არის რა ერთ-ერთი რომ რაღაცა ეს ხალხი ეგეთი გამოცდილიც არ არის თუ. კი, რა სფეროშიც არ უნდა მოღვაწეობდეს ფრილანსერი, იქნება არ ვიცი, მარკეტერი, ბრენდ სტრატეგი, დიზაინერი, დეველოპერი თუ ასე შემდეგ, ანუ კომპანიაში მუშაობა არის ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა მართლა იმისთვის, რომ არ გაბრაზდე, იცოდე მათ ადგილზე თავი წარმოიდგინო, განსაზღვრო მათი მოლოდინები, გადაჭრის გზები და პერსონალურ შეურაცხყოფად არასდროს არ მიიღო ის თუ მათ რამე არ მოეწონათ. ჩემი რჩევაა, რომ ვისაც გაქვთ მოლოდინები იმისთვის და სურვილი იმისა, რომ განვითარდეთ, გაიზარდოთ და ანუ წინ წახვიდეთ თქვენს პროფესიაში, აუცილებლად ეცადეთ, რომ ისწავლოთ კარგი ადამიანებისგან, სწორი ადამიანებისგან და ეცადეთ, რომ იმუშაოთ კომპანიებში. ჯერ ყოველ შემთხვევაში, თუმცა ყოველთვის არა, იმიტომ რომ ფრილანსინგი გაცილებით მეტ საშუალებას გაძლევთ, დისტანციური მუშაობა მეტ ანაზღაურების საშუალებას იძლევა, არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში და ვეცდებით, რომ ეს არხი მაგიტო შეიქმნა ზოგადად, რომ აუცილებლად დაიდება გაკვეთილები, როგორ შეძლებთ თქვენ, რომ დამკვეთი აიყვანოთ Upwork-ზე, Fiverr-ზე, freelancers.com-ზე და ასე შემდეგ სხვადასხვა პლატფორმებზე. და მათ შორის LinkedIn-ზე. სხვათა შორის LinkedIn-ის მომხმარებელიც ხარ შენ. ხო, ბუნებრივია. LinkedIn-ი CSB-ში ვისწავლე. მან გავიგე მართლა. მე გავიგე 2017 წელს, არა ვიცოდი ისედაც, მაგრამ 2017-ში, როდესაც ჩავაბარე მაგისტრატურაზე, ჩემმა HR ლექტორმა თქვა, HR-ის ვინც გვასწავლდა ლექტორი იყო პალიტრამედიას HR head-ი და მეო არ ამყავს თანამშრომლები, ანუ mid level-ზე და უფრო მაღლა, თუ ისინი არ არიან LinkedIn-ზე, ესე იგი ისინი კარიერას პროფესიონალურად არ უყურებენ. იმ დღესო გავაკეთე LinkedIn-ი. იმ დღეს LinkedIn-ზე მყავს დაახლოებით 10,000-მდე ფოლოვერი. ნუ ჩემი ჯგუფიდან გამომდინარე მოხდა ჩემი ასე თქვათ ბრენდის გაზრდა და დამკვეთები აი კოვიდის პერიოდში ზუსტად
ჩემ ჯგუფზე რომ წერდი, რას ვაკეთებდი, როგორ ვაკეთებდი, იქიდან მიკავშირდებოდნენ. არასდროს არ დამჭიროებია სამსახურის მოძიება ამ პლატფორმებზე, რაც ჩამოვთვალე. მიუხედავად იმისა, რომ დავრეგისტრირდი, როგორც ასე ვთქვათ, user experience-ი რომ გამევლობ, ცოდნო და მან known იმიტომ ქვია, რომ შენ როგორც დამოუკიდებელი ისე პერსონალური ბრენდი დავარქვათ თუ გინდათ მაგას. შენ როგორც პერსონალურ ბრენდს უნდა გაინტერესებდეს არა ის რომ იყო ცნობადი, არამედ ის რომ იყო ცნობილი რაღაც. ანუ ცნობადი ექიმობა საინტერესო, ან არ არის ის რაც პერსონალურ ბრენდს აგიშენებს, ეგ არის რაღაც გარეგანი იმიჯი, რაც ცნობილი ექიმი რაღაცის, ეგ უკვე ნიშნავს რომ იმ პროფესიაში ცნობილი ხარ და ეგ მნიშვნელოვანია. მათ შორის ეგეთი პლატფორმების გამოყენება. LinkedIn-ზე სასაცილო ისტორიაა, რომ LinkedIn-ის რეკლამა CSB-ში იყო გამოკრული ამობეჭდილ ფურცლებზე. ანუ იმ დროს დავრეგისტრირდი, როცა ინტერნეტ რეკლამა არ არის. რომელი წელი იყო? 2000 ალბათ 8, 7, 8, 9 რა. ვაუ, მაშინ LinkedIn თუ არსებობდა, არც ვიცოდი აი, არც ვიცი რომელ წელს არის. Facebook-ი 2009-ში მაქვს მე გაკეთებული. მე 9-ში გავაკეთე Facebook-ი. ეგ რა, ცალკე ისტორია, ასევე CSB-თან დაკავშირებული, მაგრამ აი LinkedIn-ი ხო გეუბნების გამოკრული ყოველთვის პროფესიული. მეთქი აბა რა არის და დავრეგისტრირდი. არა, ძალიან დიდი ხანია ვარ, რა თქმა უნდა რა. ან ეხლა მიმასქნა, რა ქვია, Facebook-ი რაც გატოქსიკურდა, იქით უფრო მეტი ხალხი გადავიდა. ხო, და იქით ცოტა გაყვითლდა რაღაცეები. რაც ბუნებრივია, რაც უფრო მეტი ხალხი გადავა, ან Facebook-მა იქით გადაინაცვლა, მერე AI შემოვიდა და ერთნაირი სტატუსების ერა დადგა. იცი რა, არის ვიღაცა იყენებს სოდნის გასავრცელებლად, ეგ ძალიან მომწონს ხოლმე რა. ყავს რამდენიმე კრეატორი, რომელსაც ძალიან ისე მიყვები. მაგრამ რაღაცა პლატფორმის შერჩევა, ხო, კი დრო უნდა მაგასაც კიდე ცალკე და ყველას არ აქვს მაგის დრო ალბათ. ანუ დიდი კარგი რამეა, აუცილებელი რამე არის. აუცილებელი რამეა და ზოგადად ვინც არის, ანუ ვისაც სურს რომ კარიერა შეიქმნას, რაღაც რეპუტაცია შეიქმნას, არა მარტო LinkedIn-ზე, ნებისმიერ სოციალურ ქსელში შეიძლება გიპოვონ დამკვეთებმა, ნებისმიერ სოციალურ ქსელში და შენი რეპუტაცია ყოველთვის ისე უნდა შეაფასო, რომ დაგინახავენ, ანუ გარეთვალიდან უნდა შეხედო, შენ საკუთარ პროფილს შეაფასო, იმას მოეწონები და გიქირავებ და რომ შეეხედა შენი ამ კონტენტისთვის. ნუ ახლა რა თქმა უნდა, მე არ მაქვს საუბარი პოლიტიკურ კონტენტზეც. ანუ ყოველს თავისი გემოვნება აქვს. არიან კომპანიები, ვისაც შენი პოლიტიკური შეხედულების გამო შეიძლება არ უნდათ შენი დაქირავება და ეს თუ გინდა ეს ჩემ წიგნშიც არის, რომ გამონათქვამია არ მარტო ჩემ წიგნშია, ბევრგან შეხვდება ადამიანი, რომ თუ პოზიციონირება გინდა, პოზიციის დაკავება უნდა შეგეძლოს, ეგეთი გამონათქვამი არსებობს პროფესიაშიც და კომპანიებშიც ეგრე არის. ამიტომ ყოველთვის არსებობს ადამიანი, ვისაც არ მარტო პოლიტიკური რა, ბრენდინგთან შენი დამოკიდებულება შეიძლება არ მოეწონოს. ხო. შეიძლება digital-თან შენი დამოკიდებულება, HR-თან და human capital-თან ან AI-სთან. ან AI-სთან, მაგრამ ნუ შენ ხარ რა. მან მთელი პრობლემა LinkedIn-ი იქნება თუ ნებისმიერი პლატფორმა არის ის, რომ შენ რამდენად ხარ შენ. რამდენად ავთენტური არის, ნამდვილია, რასაც ლაპარაკობ და რასაც ლაპარაკობ და რამდენად შენია და offline არა ციფრულ სამყაროში რომ შეხვდება ვიღაცა და შენ გაკეთებულ საქმეს რომ შეხვდება, რამდენად დაემთხვევა ერთმანეთს რა ილაპარაკე და რა გააკეთე რა და მან ალბათ თუ რამე რჩევა არსებობს თუნდაც LinkedIn-ზე, ან რატო კი არ ვერჩიე, I am thrilled to announce post-ებს რა, უბრალოდ რაღაც ყველა არ შეიძლება რომ ერთმანეთს ეგრე გავდეს, როგორც ყველა სტატუსები გავს. კომპანიებშიც ხო ეგრე ხდება ხოლმე რა იდეაში. ანუ აი ბრენდებთან მიმართებაში ძალიან საინტერესო кейსია ჩემთვის LinkedIn-ის განვითარება. ახლა მართლა არ ვიცოდი რა მომდენი წელია ქართულ კი არა და მსოფლიო ბაზარზეა LinkedIn და საქართველოში კიდე რამდენად დაგვიანებით გახდა პოპულარული და როგორ იყენებენ ეს ჩვეულებრივი ამბავია, ჩვენ განვითარებული ქვეყნებიდან ვსწავლობთ. მაგრამ ხო ბევრი დიდი დაგვიანება აქვს, მაგრამ ეგ საბოლოო ჯამში იმანაც გამოიწვია, რომ ჩვენთვის Facebook-ი არის ძალიან მთავარი პლატფორმა. ანუ ჩვენთვის ყველაფერი Facebook-ზე ხდება რა, ფოტოებიდან ყველაფრიანად. და ალბათ მაგიტომ მაგან მერე შეამცირა LinkedIn-ის საჭიროება, როგორც ვების საჭიროება შეამცირა რაღაც პერიოდით. ნუ, კი არ შეამცირა. ვების კრიტიკული საჭიროება არ გამოაჩინა, გადამალა Facebook-მა. და მაგან ჩემი აზრით ბევრი პრობლემა გააჩინა კომუნიკაციაში. იმიტომ რომ Facebook-ი არ არის ის რაც ვებს ანაცვლებს რა. ანუ დამატება უნდა იყოს, მაგრამ ხო და LinkedIn-იც დაახლოებით ეგრე. აი Facebook ჯგუფებმა, LinkedIn ჯგუფები დადურთა. მერე ალბათ მაგ ყველაფერს დაეხმარა ისიც, რომ რაღაცნაირად გარკვეული პერიოდის განმავლობაში და ჩვენთან ეხაც ეგრე არის რაღაც დონეზე, რომ
ანუ საბოლოო ჯამში ადამიანებს რაც ერთი ცხოვრება აქვთ თითქოს რა და უნდათ რომ ყველაფერი იქონეთ მოქცეული, ეს რაც პროფესიული ცხოვრებაც ალგე გამოყოფილი არ არის ხოლმე რა და შესაბამისად ხა სოციალური ქსელით სადაც ვარ, ბარემ იქ ვარ და ყველაფერს იქ ვაკეთებ, რაც კარგია თუ ცუდი დრო გამოაჩინა და აგერ გამოჩნდა რომ ეხა თურმე იქით ცალკე გუშინ ეწერა რაღაცას რომ იქო საერთოდ სხვა საქართველოა რა და ხო ბუნებრივია ალბათ დაახლოებით ეგრეც უნდა იყოს. მაგრამ ეხა უცხოელები განვითარებული ბაზის ტიპები მათ შორის ჩემ პროფესიაში ვერ ვიტყვი რომ მარტო თავის პროფესიებზე წერენ მანდ რა. თუმცა Substack-მა ჩაანაცვლა ეხა LinkedIn-ი განათლების მხრივ. ეს პლატფორმა არ ვიცი მე. ხო, Substack-ი ძალიან საინტერესო პლატფორმა არის education-wise. ეს არის მედიუმი რო სოციალური ქსელი იყოს. ან LinkedIn-ი რომ მარტო მარტო რა უფრო educational content-ზე იყოს. იმიტომ რომ ორი ნაწილისგან შედგება short status-ები არის და სტატიები. აი შეგიძლიათ წიგნი Substack-ზე გამოაქვეყნო ნაწილ-ნაწილ. ან subscription based არის და ფასოთაც შეგვიძლია ადამიანს მიყვეთ თავის subscription. ანუ თანამედროვე ხო Twitter-ის და LinkedIn-ის რაღაცა გადაკვეთა. აუცილებლად დავრეგისტრირდები. კაია, და კაი ადამიანების გაყოლა შეგიძლია და კარგი რაღაცების ნახვა შეგიძლია პროფესიულად, ანუ თუ ის თემებს არჩევ და რაღაცა short status-ებიც აქვს, ხო გეუბნები დიდი ბმულებიც ასე შემდეგ. ამიტომ ხო, Facebook ჯგუფებზე მინდოდა მეთქვა. დღეს ანუ Facebook ჯგუფები ძალიან კარგად მუშაობს, გაცილებით კარგად ვიდრე business page-ები Facebook-ზე და გაცილებით კარგად ვიდრე პლატფორმები online, ანუ არა მარტო e-commerce-ზე მაქვს საუბარი, დასაქმების პლატფორმებიც კი. ჩემი საკუთარი ანუ page-ის freelancer-ის მაგალითზე შემიძლია ვთქვა რა, ზოგადად. ანუ პატარა კომუნა იქნება. და ეს კომუნა, აი ბიზნესების მაგალითი რომ ვთქვათ, წარმოვიდგინოთ, ხო? ბიზნესებს თავისი ჯგუფები ზოგიერთს აქვს მაგალითად, აი ექსტრას მაგალითი ავიღოთ, ექსტრაჯის აქვს თავისი ჯგუფი. აქვს თავისი ჯგუფი, კი და ძალიან კარგად ამუშავებენ ხოლმე რა. რამდენად ემხრობი შენ რომ ბიზნესმა თავისი კომუნიკაცია გააფართოს, გაშალოს სხვადასხვა არხებში? ნუ ვემხრობი კი არა, ალბათ მაგის გარეშე წაღარას თვალმოდით ეგრეა რა, ადამიანიც ეგრეა. სხვადასხვა ადგილებში არიან ადამიანები, ამ ადგილებს სხვადასხვა დანიშნულებით იყენებენ და ამ დანიშნულებისა და ამ ადგილის ადგილმდებარეობების მიხედვით უნდა შეხვდე ადამიანებს რა ყველა ვარიანტში. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ საერთოდ ბრენდინგის და კომუნიკაციის სამყარო Facebook-მა როგორც ურთიერთთანხმობით ერთმანეთთან დაკავშირების რა ქვია პლატფორმამ სულად შეცვალა რა. Facebook ჯგუფებმა რაც გააკეთა, აი რაც ერთი ცოტა ხნის წინ, ნუ არც თუ ის ცოტა ხნის წინ ერთ გამოსვლაში მქონდა, რომ Facebook ჯგუფებმა რაც ქნა, რომ საერთოდ მანძილიც მოაშორა იმას community-ის შეკრებებს და community-ის შენებებს. არ ვიცი, ჯიპის ფანებს თუ ჭირდებოდათ რომ რაღაცა 9-მთა გადაელოთ რომ შეკრებილიყვნენ და მაგრამ ერთად რაღაცა ეზეიმათ რომ ჯიპი ყავთ, ახლა შეუძლიათ რომ ჯიპის ჯგუფში იყვნენ და იქ აზიარონ საკუთარი ამბები ერთმანეთისას მოусმინონ, პრობლემები გააზიარონ, რჩევები მიიღონ და ასე შემდეგ. ანუ ფიზიკური მანძილი რომ გააქრო Facebook-მა, შესაბამისად ადამიანების დაახლოება გაცილებით გამარტივდა და რატო შეიძლება მუშაობდეს Facebook ჯგუფი უფრო უკეთ ვიდრე კორპორატიული page-ი და business page-ი, იმიტომ რომ Facebook ჯგუფში ვიცი რომ ჩემნაირი ხალხია. ნუ მეტრაკლებად რა გააჩნია კურირებული რამდენად არის. პრობლემა მანდ ის არის ხოლმე რომ შევქმნი Facebook ჯგუფს, ხალხს დავამატებ და მე არაფერი აღარ ხდება შიგნით რა, ეგეთ ჯგუფებში ძალიან ბევრში ვარ. მეც რთულია მაგის მართვა, ჯგუფის მართვა არის ძალიან რთულია, ხო, იმიტომ რომ თალკე პროფესიაც გაჩნდა ხო რაღაც community manager-ი ჩვენთან. ხო და ძალიან რთულია გასაგებია, მაგრამ მაგის გარეშე აზრი არ აქვს. ანუ ორმხრივი კომუნიკაციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება არის. უნდა გაიშალოს თუ არა ეს ყველაფერი სხვადასხვა, რა თქმა უნდა. Facebook ჯგუფს თავის დანიშნულება შეიძლება ჰქონდეს, Instagram subscription ჯგუფს ცალკე დანიშნულება შეიძლება, ან channels ცალკე დანიშნულება შეიძლება ჰქონდეს, page ცალკე და ასე შემდეგ. ხო, მაგიტომ მკითხე ბიზნესებისთვის რო გერჩია რეალურად, ახლა ძალიან ბევრი კომპანიის წარმომადგენელი გვიყურებს და ანუ ზოგიერთს აქვს ხოლმე რომ მკაცრად არა, მე აქ არ მინდა რომ ვიყო. ეს ცოტა და სპოილერება გამომივა, მაგრამ აი წიგნის ჩამოყალიბდით ის პირველი ქართული წიგნი ბრენდინგზე ეგრეთ დავარ. ერთი პატარა ნაწილი მიუხედავად ისა, რომ ეგ წიგნი მართვას, ანუ ბრენდის მართვის ნაწილს შედარებით ნაკლებად ეხება, უფრო სტრატეგიის ნაწილს ეხება. ბოლო თავში, რომელიც ბრენდის შეხების წერტილებს ეხება, ბრენდის საბაზისო შეხების წერტილები რამდენიმე მიმოვიხილე და მან აქ ეგ TikTok-თან დაკავშირებით განსაკუთრებით, რომ ყველაზე ხშირად რაც შევხვედრილ ვარ მაგ ამბავს ბრენდებიდან, აი რომ არა TikTok-ი ჩვენი არ არის, ჩვენი აუდიტორია არის. მან ესეთი ამბავია რა, ერთი რომ ყველა პლატფორმაში შეიძლება იპოვოს საშენო ადამიანი,
ჩემთვის ყველაზე კარგი მაგალითი არის რომ იმას რა ქვია ინგლისის სამეფო კარს აქვს თავის TikTok-ი რა. ნუ მაგაზე კონსერვატული ბრენდები არა. ხო, ანუ ყველა შეუძლია რომ სათავისოდ გამოიყენოს, გასართობი კონტენტიც თავისუფლად შეგიძლია აკეთო და ესეც რა ქვია სასწავლოც გასანათლებელი თუ განმანათლებელი. და ასევე მეორე ნაწილი არის ის, რომ ბრენდის აშენება არ არის მარტო შენს აუდიტორიასთან კომუნიკაცია. ეგ უნდა გვახსოვდეს რა, ყოველთვის და ყველგან. ბრენდის აშენება არის კომუნიკაცია იმ ადამიანებთანაც, ვინც შენი აუდიტორია შეიძლება არასდროს არ გახდეს, მაგრამ ვის თვალშიც შენს აუდიტორიას უნდა რომ ისეთი გამოჩნდეს, როგორც ცდილობს რომ გამოჩნდეს შენი ბრენდის შეძენით. ანუ მე თუ Ferrari ცხოვრებაში არ მეყოლება, იმის რომ Ferrari რამეს წარმოადგენდეს, ის რამეს უნდა წარმოადგენდეს არა მარტო Ferrari-ის მყიდველთა შორის, არამედ Ferrari-ის შემციცინებელთა შორისაც. ხო, ანუ მონაკოს კადრები ერთხელ დაკვირვებული ვარ რომ რაღაც ადგილებში ვარ ნამყოფი, სადაც ჩართული არის ხოლმე მონაკოს კადრები, ანუ ძვირიანი მანქანები და რომ გადმოდიან ადამიანები რა. ეგ ხო ის კი არა იქ ხო და რატო არსებობს საერთოდ ეგ კადრები ალბათ რა რომ ვიღაცები შესციცინებენ იმას, რას მიაღწია ვიღაცამ. ხო და მე რომ მივხვდე რომ ის ტიპი ამითი რომ დადის ის ადამიანი რა, ესე იგი რაღაც მიაღწია, ხო ჩემამდეც უნდა მოვიდეს ის იმის შესახებ ინფორმაცია. ამიტომ ეგრე არის, ბრენდებს ადამიანები ვიყენებთ ჩვენ შესახებ რაღაც ინფორმაციის სასიგნალოდ. და ეს სიგნალი რომ მიიღოს ვიღაცამ ის ენა იმ სიგნალის უნდა იცოდეს იმანაც რა. ხარის მაგალითზე ამბობ ერთ-ერთ ვიდეოში. ანუ ხარზე ამბობ. ვარ მახსოვს ეგ. ერთ-ერთ ვიდეოში. დემენცია მაქვს. ცოტათ. მოკლედ, ანუ ბრენდინგს რო დაუბრუნდეთ, შენ ერთ-ერთ ამბობ რომ ბრენდიდ სიტყვა მომდინარეობს ამოშანთვაზე მაგალითი არა ეგ მახსოვს ეგეთ დემენცია ესე იგი ჯერ არ მაქვს. აი ეგ გავიხსენოთ ახლა, იმიტომ რომ ანუ ძალიან კავშირშია იმასთან, რაც მანამდე თქვი. ანუ თავიდან იმიტომ აკეთებდნენ ამოშანთვას, მოკლედ ამ ხარების, რომ ქმეოდათ გამოერჩიათ. ხო, იმიტომ რომ ყველა ერთმანეთს გავდა, ყველა ხარი, თუ ჩლიქოსანი და შუა საუკუნეებიდან. ხო, თუ რომელი საუკუნეები იყო, არ ვიცი ზუსტად ეგ ისტორია არ შემისწავლია ეგრე, მაგრამ ფილმებში რაც მინახავს, ხო, ეგ არის რა, რომ წვავდნენ, რაც ინიციალები იყო ძირითადად, რომ აი ამ სამოჯახს ეკუთვნის. ხო და ესა რა ქვია, და ვიღაც არ არეოდა თავისი, ასე შემდეგ. ამბობენ რომ როგორც იქ მოყევი, ხო ეგ არის, რაც ამბობენ რომ ეგ სიტყვა ბრენდ მაქედან მოდის, თუმცა მეორე ისტორიაც არის. მეორე ისიც რა ქვია, ლეგენდაც ბრენდთან დაკავშირებით საიდან მოდის ეგ სიტყვა. რაც არის რომ ლონდონი რო გადაწვეს ვიკინგებმაო. ხო. ყვიროდნენ ბრანდრე თუ რაღაცა და დაწვას ნიშნავს და ასევე დაახლოებით. მაგრამ არ ვიცი ის უფრო მოწონს რა მე. მეც ხარის ისტორია პროფესორი. ხო და ცოტა უფრო ხო და ამოშანთვას ნიშნავდა და მე ნუ დღესაც იგივე სიტყვა და მან თქვი რა რომ მართლა ახალი გაცნობიერებული მქონდა ეგ რომ საბოლოო ჯამში დღესაც ჩვენი პროფესია ეგ არის თუ შეიძლება რომ ითქვას ეგრე უხეშად ამოშანთვა ადამიანების გონებაზე ამოშანთვა ჩვენი ვინაობისა რა ამოშანთვა რა ჩაბეჭდვა მუდმივად იქ გაჩერება რაღაცა ჩარაზვა ჩაბეტონება ბევრნაირი სიტყვა შეიძლება არსებობდეს ამიტომ ხო ოღონდ კიდე ერთხელ რა ისევ იმას რომ დაუბრუნდეთ წეღარას ვამოდით არის ეგ რომ ამოშანთვა ხდება რა თქმა უნდა უპირველეს ყოვლისა ჩემი ანებზე ანუ ვინ არის ჩემი ტომის წევრები და ვინ არიან ადამიანები ვინც მინდა რომ ჩემ წრედ გახდეს აი წეღაროს სექტაზე ვლაპარაკობდი დაახლოებით ეგ ჩემი წრე ვინ არის ჩემი ბრენდის წრე გარშემო რა ადამიანებს ვიკრებ მაგრამ მეორე მხრივ იმისთვის რომ ეს ადამიანები გრძნობდნენ თავს მართლა იმათ მათ სოციუმში იგივენაირად უნდა იღალიქმებოდნენ ესე იგი მათ სოციუმადაც რაღაცნაირად ხმა უნდა მივიტანო რას ნიშნავს ჩემი ბრენდი რა და ამიტომ მარკეტინგსა და ბრენდინგს შორის ერთ-ერთი მთავარი განსხვავება ეგეც არის სხვათა შორის რა ჩემ მე თუ მკითხავთ თუ მარკეტინგი გაყიდვებია რა პირველ რიგში ხო გაყიდვებია ეხლა უხეშად განათქვამი გამოდის მაგრამ ნუ გაყიდვების მისახმარებელი ხელსაწყო არის რა და ანუ იმისთვის რომ რაღაცა გავყიდო სასურველ ადამიანებს უნდა მიუტანო რაღაც ინფორმაცია კონკრეტულ ადამიანებს ბრენდინგის შემთხვევაში ეს აუდიტორია შეიძლება ცოტა უფრო ფართე იყოს იმიტომ რომ საზოგადოებრივი აზრი მაინტერესებს ქართულ საზოგადოებაში დღევანდელ დღეს მარკეტინგი მაინც მიუხედავად იმისა რომ არაერთი კურსი არის, არაერთი ივენთი ტარდება, ტექ ივენთი ტარდება, იქ touch summit-ი, რა ქვია, data marketing-ი და ასე შემდეგ, ხო? მაინც ბევრს წარმოუდგენია PR-ის ნაწილად მარკეტინგი, ანუ ეს რეკლამა,
აბა ტელევიზიაში გამოჯექილ ამაზე დილაპარაკე, აბა სტატია დადე და არა ეს მონაცემების დამუშავება, სტრატეგია, სეგმენტაცია, დატა ანალიტიკა, მერე საოპერაციო მენეჯმენტში ჩართულობა, სერვისი როგორი გაქვს, როგორ ელაპარაკება შენს მომხმარებელს, შენი კონსულტანტი, შენი კოლ-ცენტრის მენეჯერი ეს არ წარმოუდგენიათ, რომ არის მარკეტინგის ნაწილი, თუმცა თავის მხრივ ეს არის რაღაც მხრივ ბრენდინგის ნაწილიც კომპანიის. ვიღაცა ეთქვის, რომ ესე იმიტომ ხდება, რომ კადრების დეფიციტია, თუმცა კადრების დეფიციტი არის, იმიტომ რომ მოთხოვნის დეფიციტი არის. ეგეც ცოტათი ჩაკეტილი წრი არის. ჩაკეტილი წრის გარღვევის პასუხისმგებლობა ყოველთვის ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, აქვს იმას, ვისაც მეტი ძალა აქვს ამ წრის გარღვევის. ხო და აი ეგ უკვე ისეთი ამბავია. მთავარი რაც არის ეგ არის, რომ თუ მარკეტინგს მოუძებნი როგორც კომუნიკაციის მენეჯერს უბრალოდ, მაშინ ჩემი მარკეტინგი შემოიფარგლება კომუნიკაციით. და შესაბამისად ახალ ბედა ადამიანებიც, რომლებიც მარკეტინგს ისწავლიან, ძირითადად ყურადღებას დაუთმობენ კომუნიკაციის სწავლას. რაც ბუნებრივია, ხა დასაქმების ბაზარისთვის თუ მზადები, რაც ჭირდება იმ ბაზარს, მაგას გავაკეთე. მაგრამ როგორც კი გაჩნდება მოთხოვნა იმაზე, რომ მარკეტინგი გახდეს ნაწილი ორგანიზაციის მართვისა, და იყოს ჩართული ისეთ ყოველდღიურ ოპერაციულ რაღაცებშიც ძალიან ჩამოთვალე და არა მარტო, მათ შორის რაღაცა ხალხის რეკრუტმენტის ნაწილში, ასე შემდეგ და ჩართვას გულისხმობ და არა ფუნქციის ყველაფრის ზედ დაყარას, რა თქმა უნდა. მან არსებობს რაღაც ზღვარები, თუ ეს იქნება სიგნალი ბაზისგან, მე მოუწევთ მათ შორის სასწავლო დაწესებულებებსაც და ასე შემდეგ, რომ მოამზადონ კადრები მაგისთვისაც. ორმხრივ სამუშაოა ჩემი აზრით. აბა როგორც ყველაფერი საერთოდ. ორმხრივ, იმიტომ რომ ეს მარტო ბიზნესების არ არის, ანუ ჩვენც უნდა ავიმაღლოთ ხმა დასაქმებულებმა და ვთქვათ, რომ ანუ ავიმაღლოთ რა, არის რაღაცები, რაც შენ არ უნდა გევალებოდეს და არ უნდა გააკეთო ერთი, მაგრამ მეორე არის შენ როგორ უყურებ პროფესიონალურად შენს პროფესიას, საქმიანობას და შენ როგორ ამბობ, რომ ეს ჩემი გასაკეთებელია, ეს უნდა გავაკეთო, ეს აუცილებელია რომ გაკეთდეს და რამდენი პასუხისმგებლობას იღებ შენ საკუთარ თავზე, მაგრამ მაგ პასუხისმგებლობას თუ არ გთხოვენ, დიდი არაწილი ადამიანებისა არ იღებს ხოლმე, იმიტომ კიდე ერთხელ რა ეგ ორმხრივი ამბავია. არ ერთმანეთს არ გამორიცხავს არც ის შეკრებებზე სიარული და გლამურ ჟურნალებში გამოჩენა და არც კულისებში მუშაობა, რაც სიამდვილეში შედება. ორივე საჭიროა, ორივე რაღაც დონეზე თავის საქმეს აკეთებს. ზოგიერთ შემთხვევაში ერთი უფრო მეტად ვიდრე მეორე, მეორე შემთხვევაში მეორე უფრო მეტად ვიდრე პირველია. მაგასაც ჯერაც არ ვეტყვი. იმდენ რამეზეა დამოკიდებული საბოლოო ჯამში ბრენდის წარმატება, იმდენ ფაქტორზე და მათ შორის ინდუსტრიის სპეციფიკაციებზე, მათ შორის კომპანიის მასშტაბებზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ცალკე აღებული რეცეპტები მაგიტო არ არსებობს მანდ რა. არ არსებობს წიგნი, რომელიც დაფარავს ყველა ამ შემთხვევას. ყველა ადამიანი თავისხრივ თავისთავად უნიკალურია და ყველა კომპანია თავისხრივ შესაბამისად უნიკალური, იმიტომ რომ უნიკალური ადამიანების უნიკალური ნაზავით იქმნება. ეგ არის მთელი ფილოსოფია, რითაც უნდა მივუდგეთ წესით ბიზნესის კეთებას, ჩემი აზრით რა. და აღმოვაჩინოთ და დავაკვირდეთ იმას, რომ სხვადასხვანაირები არის ეს ბიზნესები და ისაც ერთგან მუშაობდა, მეორეგან არ იმუშავებს. უბრალოდ არსებობს რაღაცა საბაზისო წესრიგი, რაღაც საბაზისო წესები, რომელზე შეთანხმებაც და რომელზე დათანხმებაც და რომლის აყოლაც მე უბრალოდ დროს მომაგებინებს და რაც ყველაზე მთავარია, ერთმანეთთან საუბარს გამგვიმარტივებს. ხო და ეგ არის წესი და რიგი რა ჩემი აზრით ეგრე უნდა ხდებოდეს მართლა. მეც ეგრე წარმომედგინა რეალურად რომ ვინც არ იცის ეგ როგორ კეთდება და ანუ არც წაუკითხავს, არც უსწავლიან, არ ყოლია შესაბამისი თანამშრომელი ან დაქირავებული პიროვნება, ხო? იმათთვის ჩამოყალიბება მართლა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ესეთი ადამიანები, ბიზნეს ოუნერები არასწორ დავალებებს იძლევიან, არასწორი მოლოდინები აქვთ და როდესაც გარკვეული სიცხადით იციან, ასე თუ ისე, რა გზას უნდა დაადგნენ, ფრილანსერებსაც უადვილდებათ, ნებისმიერ დასაქმებულ ადამიანს უადვილდება ეგეთ ბიზნესთან ურთიერთობა და მუშაობა. ალბათ ეგ იქნება ბაი ეფექტი, რა არის გვერდითი ეფექტი ჩამოყალიბდით ის წაკითხვის. ხო, იცი რა წარმომედგინა, უცებ, აი რო იციან ხოლმე დიზაინერების სევდა როა ტკივილი, რომ ანუ ლოგო გამიდიდე და ანუ დიზაინერი რო გიხსნის, რომ რატო შეიძლება არ გაადიდოს აქ ლოგო პოსტერზე რა. აი დაახლოებით ეგეთი რეცეპტი წარმომედგინა ამ წიგნში, რაც შენ გეწერებოდა ბიზნესებისთვის, რომ ეს რატო შეიძლება და რატო არ შეიძლება. იცი რა არის, ოღონდ მართვასთან დაკავშირებით არა, მაგრამ სინამდვილეში ხა მაგალითად, რომ ხსნის საყალიბდითში ერთი დიდი თავი ეთმობა სახელდებას, ბრენდის სახელს.
ეხა ბიზნესმენს თუ რაღაც დამწყებ მეწარმეს მოუწოდო რომ სახელი დაარქვის სწორად და უბრალოდ უთხრა რომ აი სახელის მე მაგრას ჩარჩოები ნანახი რომ ჩამოწერეთ 15 ვარიანტი. ეხლა 15-დან აირჩიე 2 რაღაცა ეგეთი რა და უბრალოდ ეგ მიცე არაფერს არ აძლევს, იმიტომ რომ მან და ამავდროულად ელაპარაკო სახელზე ისე რომ არ უთხრათ ცუდი სახელი რას ნიშნავს, კარგ სახელზე ისე ელაპარაკო, ეგრეც არ გამოდის. ამიტომ ვერ ვიტყვი რომ მაგისგან საერთოდ დაცლილია წიგნი. იმიტომ რომ როცა ვლაპარაკობ მაგალითად 8 კრიტერიუმზე სახელის კარგი სახელის, სწორი სახელის 8 კრიტერიუმზე, იქ რა თქმა უნდა პირიქით მაგალითებიც გვჭირდება, რომ თქვათ რომ აი ეს შეუფერებელი იქნებოდა მაგალითად შესაძლებელობაზე როცა ვსაუბრობთ რა. ამიტომ რაღაც გვერდითი ეფექტები აქ წიგნს დარწმუნებული ვარ რომ ექნება ეგეთი, რომ როგორც მინიმუმ, იმიტომ რომ როგორც მინიმუმ ადამიანმა გაიგონ ცუდი და კარგი და სწორი და არასწორი როგორია, მაგრამ უპირველესი დანიშნულება მაინც ეგაა, რომ არ წაიკითხა თეორიულად გაიგო რისთვის ჭირდება და მოდი ახლა ჩემით დავწერო. როგორც მინიმუმ იმისთვის რომ მე პროფესიონალის დაქირავებამდე უკვე მზად იყო იმისთვის რომ სწორად წაიკითხო პროფესიონალურად შექმნილი პროდუქტი. ან სწორად მიიღო რაღაცა აი ლოგოს გადადებაზე კარგი მაგალითი, იმიტომ რომ ერთი მხრივ იმიტომ რომ ხო რა ენდო და იცოდე იმ ზომის ლოგო რატო უკეთეს შეიძლება იყოს. ახლა ლოგოზე ძალიან მცირე არის იმ თავში, იმიტომ რომ სტრატეგიას ეხება ძირითადად, მაგრამ ანუ მე ეს მაგალითად მოვიყვანო, ხო, მაგას. თუნდაც აი მარკეტინგული კამპანია ეს რატო შეიძლება, ეს ბიუჯეტი რატო შეიძლება იყოს რელევანტური, არარელევანტური. მაგისი პრობლემა გვაქვს ძალიან დამკვეთებთან ურთიერთობაში რა. ნებისმიერ ნახე წაგან რო თქვი რა, ჩაგეტილი წრის გარღვევის პასუხისმგებლობა აქვს იმას, ვისაც მეტი ცოდნა და ძალა აქვს. და თუ ჩვენ გვაქვს პრეტენზია რომ უფრო მეტი ვიცით, დამკვეთებზე მეტი ვიცით, ბიუჯეტირებაზე, ამაზე რა ქვია, მარკეტინგზე, ბრენდინგზე არ აქვს ამას უშუალო რაში. თუ გვაქვს მაგის პრეტენზია, მაშინ უნდა კეთილი ვინებოთ და ავიღოთ პასუხისმგებლობაც, რომ ამის შესახებ ვესაუბროთ ბევრი დამკვეთებს. ანუ ჩვენ შევეცადოთ ამ წრის გარღვევას. იმიტომ რომ ჩამოყალიბდით ის ერთ-ერთი მიზანი ეგეც არის საბოლოო ჯამში რა, რომ თუ მე რაღაცაზე, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში შენ ხარ რაღაცა უდაბნოსაში ნამღაღადებელი რა, შენ იცი რაღაცეები, მაგას ქვია ცოდნის პარადოქსი, დამოვიწყდა რა სახელი ამომიფრინდა, მაგრამ რას ნიშნავს ეგ რომ ეგ არის პარადოქსი, რომელზეც დროსაც მე არ მახსოვს რას ნიშნავს, როცა რაღაცა არ ვიცოდი. აი ბავშვისთვის მათემატიკა აგიხსნია ოდესმე? ყველაზე რთული საქმეა ამ სამყაროში საერთოდ რა, ანუ რა. ჩემ შულს ვცდილობ რომ დათვალა ვასწავლო სიმღერით. ხო და აი ჟოზე მაგდროს სტოპ. არ უყვარს? მაშინ ახლა დუქსი ის მეორეც კარგი. დუქსიც ვანახე, არ უყვარს. მეორევე მიყვარს. თუ ჟოზე სიმღერებს ვღერი ხოლმე. მაგრამ მათემატიკის სწავლება ბავშვისთვის არის ჯოჯოხეთი, იმიტომ რომ ვერ ხვდები როგორ შეიძლება ადამიანი ვინმე ადამიანი ვერ ხო ჯერ წინდა. ვინმე ადამიანი მე და ჩემი შვილი რამაზე თუ ვჭუბობთ მარტო მაგდროს. სხვა ასე ჭუბი არ გქონია. ვერ ხვდები ადამიანი რას ნიშნავს რო არის 2+2, როგორ ვერ ხვდება ახლა 2+2 რამდენია რა. ხო და ეგ გვემართება სინამდვილეში, ეგ არის ეგ ცოდნის თუ არ ცოდნის პარადოქსი, არ მახსოვს ეს სახელი, მაგრამ ჭხირები გამოიყენა ბავშვობაში, მაგრამ მუშაობდა. ეს არის დიდი არის მაგისტრის ჭხირებით რო აუხსნა, მაგრამ ბიზნესებს ეგრე უნდა დაულაგოთ ჭხირები რო ეს. არა, თუ საჭიროა კი, მაგრამ მე მაინც გჯერა მაგისი რომ კიდე ერთხელ პასუხისმგებლობა არის ვისაც დიდი ძალა და ცოდნა აქვს, შესაბამისად უნდა გავითვალისწინოთ რატო არ ესმის, ან რატო არ იგებს რაღაც დამკვეთი რაღაცას. ეგ თუ არის არ ცოდნა რაღაცის ჩვენი მოვალეობაა რომ შევეცადოთ ამ ცოდნის მიტანა, თუ არის ეგ და ძალიან ხშირად სხვა მიზეზები ხოლმე, ჩვენი მოვალეობაა რომ ეგ გავითვალისწინოთ. მე არ მიყვარს მოცემულობებთან ისე დატაკება, რომ არა ეს. ანუ თუ ხედავთ რომ რაღაც პირობითად ბიუჯეტი არ არის, ჩვენი მოვალეობა რომ იმ ბიუჯეტში ჩავეტიოთ რაც არის. ყოველთვის ახლა მარტივია რომ ბევრი ბიუჯეტი მოიტანა, ეგრე არ არის სამწუხაროდ მუშაობა რა. ეგეთი სტრატეგიები, ეგეთი პროდუქტები ფრილანსერების მიერ გაკეთებულები, როგორც წესი რჩება თაროებზე. მე ვამბობ ხოლმე რომ ეს არ არის ჰარმონიული მის დამკვეთთან და მაგიტომ. ძალიან ხშირად სტრატეგია, ძალიან ხშირად კი არა უმეტეს შემთხვევაში, ყველაზე კარგი სტრატეგია არის სტრატეგია, რომელიც ყველაზე ჰარმონიულია დამკვეთთან. მე ეგრე მგონია. იმიტომ რომ კარგი რა არის და ცუდი რა არის ჩვენთვის, ვიც ამ სფეროში ვიხარშებით და ამ სფეროს ვცოცხლობთ და საზრდოობთ ინფორმაციის მხრივ და ასე შემდეგ, ეგ ძალიან მარტივი გასარჩევი ხდება მე ჩვენთვისა და იდეალური სცენარების მოფიქრებაც ძალიან მარტივი ხდება. მაგრამ ყველაზე კარგი სცენარი არის ის, რომელიც შეეფერება იმ წუთას იმ დამკვეთს. ოღონდ მანდ ეგეც არის, რომ როცა ამ სტრატეგიას ვაკეთებ და ეს ანუ როცა ამ სტრატეგიას ვაკეთებ ძალიან ხშირად მაგას ვაყიდურებ. რა ეს ხა ძალიან იდეალისტურია ეს სურათი. მანდ ეგეც არის, რომ იდეალისტური თუ არ დავხატე რაღაცა,
უბრალოდ მე უნდა ვითვალისწინებდე როგორც ამის შემქმნელი, რომ შენ იდეალის ტურს ვერ მიაღწევ ბოლომდე, რომ რთულია, ძალიან ბევრი რამეა საჭირო, მაგრამ ეს არის რაღაც სტრატეგია ყოველთვის არის ხედვა, როგორი მინდა რომ ეს სამყარო იყოს. და სამყარო ნაკლოვანი არავის არ უნდა რომ იყოს, რომ სამყარო ნაკლოვანი იქნება, მაგრამ სამყარო იდეალური გვინდა, ეგ განვითარებს საერთოდ საზოგადოებასაც და ყველაფერსაც. ხო და ამიტომ სტრატეგია ეგ არის, უნდა იყოს იდეალისტური, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს იდეალისტობაც უნდა იყოს ჰარმონიაში ადამიანებთან რა. ხო. ჩემთვის იდეალური სამყარო სხვანაირია, სხვისთვის სხვანაირია. მაგას უნდა ითვალისწინოს. ეგ არის მნიშვნელოვანი. ხო, შორის ალექსიმ თავის გადაცემაში როდესაც ყავდა სტუმრად ზუსტად ეგ თქვა, არ ვიწყებ მუშაობას დამკვეთთან, თუ მანამდე ლექცია არ ჩაუტარე და არ ვასწავლე, ის გაკეთებას ვაპირებო რა. ხო, ლექცია ქვია მაგას თუ რა არ ვიცი, ეგეც მართლაც მეთოდია რა თქმა უნდა, მიდგომა, მაგრამ ნუ ხო, ანუ ეგ ნებისმიერ რაღაცაში ეგრე არის. მოსახურების მარკეტინგს, მოსახურების ბრენდის შენებას აქვს ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა. აი იმ პიებიდან, რომელზეც დასაწყისში ვლაპარაკობდით, ერთ-ერთი არის people, P. და ეს people, ანუ ადამიანები არის არა მხოლოდ შენი თანამშრომლები, არამედ მომხმარებლებიც. მაგ P-ს არსებობა მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მომსახურებები პროდუქტისგან განსხვავებით და დღეს თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეკონომიკების 90%-მდე თითქმის მომსახურებებია, პროდუქტებიც კი მომსახურებები გახდა, იმიტომ რომ იმ მომსახურებები ყიდის თუ გვინდა რომ კომოდიტიდან ამოვიდეს, ანუ სასაქონლო ერთეულები კი არა, გულისხმობ ბრენდებად ვინც იქცევა. ამ პროდუქტებისგან, სტანდარტული პროდუქტებისგან, რაც მაღაზიაში დავდე გაყიდებიდან, ეხა თანამედროვე ბრენდებს რაც გამოარჩევს, არის ეგრეთ წოდებული, რა ბევრი ფაქტორია, მაგრამ ნუ შინაარსი რა არის, რომ მომსახურებები იქმნება მომხმარებელთან ერთად. ანუ შენ რომ ჯიმში გინდა სიარული, სარჯიშო დარბაზში გინდა სიარული და რაც კუნთების დაყენება, მხოლოდ წვრთნელის და წვრთნელის პროფესიონალიზმი და სარჯიშო დარბაზის აღჭურვილობა არ იქნება საკმარისი რომ კუნთები დაიყენო, შენ სახში უნდა მიხედო მეტიც რა, რაც მანდ 80% არის რომ სახში მიხედო. ანუ იმისთვის რომ სერვისების უმეტესობა შედგეს, მომხმარებელმა უნდა შეასრულოს თავისი როლი. რაც უფრო სერვისი არის, რაც უფრო მომსახურებაა ის, რასაც შენ ყიდი, ანუ არსებობს მომსახურებები, რომელშიც პროდუქტსაც ყიდი რა, ეხლა რესტორანში პროდუქტსაც ყიდი და მომსახურებასაც, მაგრამ კონსალტინგში, განათლებაში და ასე შემდეგ, სულაც რაც უფრო მეტად არის სერვისი, მით უფრო მეტია მომხმარებლის ჩართულობის მნიშვნელობა. უნივერსიტეტში ადამიანს ვერაფერს ვერ ასწავლით, თუ თვითონ წიგნი არ წაიკითხა. ამიტომ ჩვენც, როგორც მომსახურე პერსონალი, ჩვენ როგორც მომსახურების გამყიდველი და მომსახურების მიმწოდებელი პროვაიდერი ადამიანი ვალდებულები ვართ რომ უზრუნველყოთ რომ მომხმარებელი ჩაერთოს. ანუ დამკვეთმა შეასრულოს თავის როლი. დამკვეთის როლი რა არის? ეგ უნდა აუხსნა რა თქმა უნდა დამკვეთს. ეგ შეიძლება აუხსნა per project როცა იწყებ მუშაობას პროექტის. ან იყოს ზოგადად ამის შესახებ ბევრს საუბრობდეს, სადაც ყური ქონდეს მოკრული, მაგრამ კიდევ ერთხელ რა არის როლი დამკვეთის, რა გვჭირდება ხოლმე? არის გულწრფელობა, ან მზაობა რომ რაღაცები შეცვალოს. და არის ის, რომ რასაც მიიცემ ამ სტრატეგიულ დოკუმენტს, იცოდეს რა თითოეული რაში გამოიყენოს. აი, თითოეული რაში გამოიყენოს, რისთვის არის თითოეული განაცხადი საჭირო, საბაზისო დონეზე ეგ ჩამოყალიბდითში კარგად არის გაშლილი და ახსნილი, თვითონ როგორ შექმნას არის გაშლილი და ახსნილი. მე ზოგადად ეგრე მჯერა, რომ საბოლოო ჯამში ადამიანები, ჩემი საქმეც ეგ არის. კომპანიის დამფუძნებლების და გუნდის სტრატეგიის ამოკითხვა და სტრატეგიულ დოკუმენტად გადაქცევა, ანუ ლოგიკაში აწყობა რა. თორე ჩემი მოგონილი სტრატეგიები იქნება ჩემი ბრენდები. ხო და ჩამოყალიბდით ის მუამი ისე რომ დაუბრუნდა ეგ არის რა, რომ ამ ადამიანებს დავეხმაროთ თავის სტრატეგიები ამოიღონ ისე როგორც სტრატეგია უნდა ამოიღო და დაადეკლარირო. მადლობა ძალიან დიდი. მე დავამატებ ერთ ნაწილს კონკრეტულად ფრილანსერებთან მიმართებაში, შენი ნათქვამი როგორ გადავთარგმნე ჩემ თავში, რომ ფრილანსერებმა დამკვეთებთან ურთიერთობაში გამოიყენონ. მოკლედ, რადგან ფრილანსერები ძირითადად მუშაობთ ხოლმე ესეთ პატარა პროექტებზე, ანუ არა full time, არა გრძელვადიანზე, ერთჯერად task-ებზე, რამდენიმე თვიან კონტრაქტებზე. ძირითადად, ეგრე მაქვს ნამუშევარი 25 კომპანიაში. სანამ დაიწყებთ თანამშრომლობას, კარგად გაარკვიეთ მათი მოლოდინები, კარგად აუხსენით თქვენ რის გაკეთებას აპირებთ, კარგად შეთანხმდით, ხელშეკრულება აუცილებლად დადეთ, ხელი მოაწერეთ, ფინანსური ვალდებულებები კარგად გაითვალისწინეთ და მხოლოდ ამის შემდეგ შევდექით მუშაობას პროფესიონალურად. დარწმუნდეთ, რომ დამკვეთს ის, რასაც მე ვაპირებ არის ზუსტად ის, რაც დამკვეთს ჩაფიქრებული აქვს, ანუ ესე რა ქვია, წამლის დალევას ელოდებოდეს და ამ დროს სკალპელი დაადო, თუ რაღაცა არ არის კარგი და ყოველთვის გამოიწვევს დაბნეულობას და უკმაყოფილებას დამკვეთისას. კი ბატონო. იმედია მოგეწონათ
ჩვენი გადაცემა. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, ძალიან დიდი მადლობა. გვიყურეთ აუცილებლად, გამოიწერეთ ჩვენი არხი და ერთად ვიზრუნოთ კარიერული ცნობიერების ამაღლებაზე საქართველოში. Shota About Branding-იც გამოიწერეთ და შეიძინეთ შოთას წიგნი, ჩამოყალიბდით და ერთად ჩამოვაყალიბოთ საქართველო.